ძვირფასო კურთხეულო სული. სწორედ ამ წუთას, როცა მისმენ, ანგელოზები ჩუმად ჩაგისუსტებენ სასწრაფო შეტყობინებას შენს გულში. მათ მთხოვეს, გადმოგცე რაღაც ისეთი, რაც სრულად შეცვლის შენ შეხედულებას გამოწვევების მიმართ. შენ ზიდავ მთელ მსოფლიოს შენს მხრებზე. მართალია? ცდილობ ყველაფერი მარტო მოაგვარო, თითქოს შენი ვალია ყველას გარშემო გადარჩენა? ანგელოზები ამას ხედავენ. ისინი ხედავენ, როგორ იწირავ თავს, როგორ იღლები იმის მწელებით, რომ დბელასთვის ძლიერი იყო. მაგრამ ივიწყებ, რომ შენც გჭირდება ზრუნვა, შენც გჭირდება მოსვენება. მაგრამ დღეს, ძვირფასო ღვთისშვილო, ეს შეტყობინება შენამდე მოვიდა იმიტომ, რომ ცამ გადაწყვიტა. დადგა დრო, შეტყვიტო ეს ტვირთის ზიდვა. დადგა დრო, რომ ეს მძიმე ბარგი, რომელიც თავიდანვე შენთვის არ იყო განკუთვნილი, ღმერთს ჩააბარო. სანამ გავაგრძელებთ ამ ანგელოზურ გამოცხადებას, რომელიც შენ ცხოვრებას გარდაქმნის, მინდა გთხოვო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. დააჭირე მომწონს ამ ვიდეოზე, რათა მეტი ადამიანიც მიიღოს ეს ღვთიური გზავნილი. გამოიწერე არხი და ჩართე ზარი, რადგან ანგელოზებს კიდევ ბევრის გადმოცემა სურს შენთვის მომდევნო დღეებში. ახლა კი კომენტარებში დაწერე ეს ძლიერი სიტყვები. მე მზად ვარ, ჩემი ტვირთი ღმერთს გადავცე. როცა ამას წერ, შენ სასთან დებთ აღთქმას. შენ აცხადებ, რომ მზად ხარ მიიღო ღვთიური დახმარება, რომელიც ასე გჭირდება. ანგელოზებმა მაჩვენეს, რომ აქამდე მოხვედი იმიტომ, რომ უკვე ძალაგამოცლილი ხარ. დაიღალე მარტობრძოლით, დაიღალე ყველაფრის კონტროლის მცდელობით, დაიღალე იმის განცდით, რომ მთელი მსოფლიოს სიმძიმე შენს მხრემზეა. მაგრამ იცოდე, ეს შემთხვევითობა არ არის, ეს ღვთიური განგებაა. ანგელოზებს სურთ რომ იცოდე. არსებობს მოსვენების ადგილი, რომელიც განსაკუთრებულად შენთვის არის მომზადებული. ადგილი, სადაც აღარ გჭირდება მუდმივად ძლიერი იყო, სადაც შეგიძლია უბრალოდ საკუთარი თავი იყო, მყიფე, ადამიანი, რომელიც ღვთის მადელს საჭიროებს. შესუნთქე ღმათ ახლა ჩემთან ერთად, იგზენი ანგელოზური ყოფნა შენს გვერდით ამ წამს. ისინი აქ არიან, მზად რომ გიჩვენონ გზა ჭეშმარიტი მშვიდობისკენ, იმ ნამდვილი მოსვენებისკენ, რომელსაც ასე ძლიერად ეძახის თვესული. ეს გზავნილი შემთხვევით არ მოგვსვლია. ეს არის პასუხი იმ ჩუმ ლოცვებზე, რომლებიც შენ ააღვის. იმ წამებზე, როცა ცას შეხებე და გკითხე. ღმერთო, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვზიდო ეს ყველაფერი მარტო? პასუხი მოვიდა ძვირფასო და ეს ყველაფერი შეცვლის. ანგელოზებმა ახლა რაღაც ღრმა გამიმხილეს შენზე. მათ თქვეს, ეს ძვირფასი სული ატარებს არა მხოლოდ საკუთარ გამოწვევებს, არამედ კივილებს, შეშფოთებებს და პრობლემებს ყველა გარშემო მყოფისას. ის სხვებისთვის უსაფრთხო ნავსადგური გახდა, მაგრამ თავად დაივიწყა, რომ მასაც სჭირდება უსაფრთხო ნავსადგური. ღმერთის ძვირფასო შვილო, შენ ამ სიტყვებში საკუთარ თავს იცნობ? რამდენჯერ დაგიძინია მძიმე გულით? არა შენი პრობლემების გამო, არამედ იმ მდგომარეობების გამო, რაც სხვებმა მოგიტანეს. რამდენი ღამე დაგიკარგავს ძილი ფიქრით, როგორ გადაგეჭრა საკითხები, რომლებიც სინამდვილეში არც კი იყო შენი გადასაჭრელი. მთავარანგელოზი მიქაელი აქ არის ამ წამს და უნდა რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაიგო. ღმერთს არასოდეს მოუწოდებია, რომ ვინმეს მაცხოვარი ყოფილიყავი. ეს ადგილი უკვე დაკავებულია. იესო ქრისტემ უკვე ზიდო ყველა ტვირთი ჯვარზე. შენი პასუხისმგებლობა არ არის სამყაროს ტარება. შენი პასუხისმგებლობა ენდო იმას, ვინც უკვე ზიდო ყველაფერი სიყვარულის გამო. ანგელოზებმა ულამაზესი ხილვა მაჩვენეს შენზე. ისინი გხედავენ, როგორც ხეს, რომელსაც ფართო ჩრდილი აქვს და ყველას ასვენებს, ვინც მასთან ჩაივლის, მაგრამ რომელმაც საკუთარი ფესვების მოსარწყავად წყლის ძებნა დაივიწყა. შენ იმდენს გასცემდი სხვებისთვის, რომ შენი საკუთარი სულიერი მარაგი უკვე დაცლილია. მაგრამ დღეს ცა აცხადებს შენს ცხოვრებაზე, დადგა მოსვენების დრო. დადგა დრო, რომ დაუშვა ღმერთი იზრუნოს შენზე ისე, როგორც შენ ზრუნავდი სხვებზე. იცი რა გამიმხილეს კიდევ ანგელოზებმა? შენი მიდრეკილება ყველაფრის მარტო ზიდვისკენ მხოლოდ გულუხვობიდან არ მოდის. ეს ასევე მოდის ღრმა ჭრილობიდან. შენს ცხოვრებაში ოდესღაც ისწავლე, რომ ძლიერი უნდა ყოფილიყავი,
რათა ყვარებოდნენ, რომ ყველაფრის გადაჭრა გჭირდებოდა, რათა ფასეულობა გქონოდა, რომ სხვების ტვირთების ზიდვა იყო შენი სარგებლიანობის დამტკიცება. მაგრამ ღმერთი დღეს ამ ჭრილობის განკურნებას სურს. მას უნდა რომ გაიგო, შენ შეყვარებული ხარ არა იმის გამო, რასაც აკეთებ, არამედ იმის გამო, ვინც ხარ. შენ ხარ უზენაესი შვილი და ეს საკმარისია. არ გჭირდება შენი ღირებულების დამტკიცება სამყაროს ზიდვით. მთავარანგელოზი რაფაელი, განკურნების ანგელოზი ახლა შენს გულს ეხება. ის კურნავს ამ გამფაფულ საჭიროებას, ყველაფრის მოგვარების, ყველაფრის კონტროლის, ყველაფრის ზიდვის. ის გასწავლის, რომ არსებობს განსხვავება სიყვარულით დახმარებასა და იმ ტვირთების ზიდვას შორის, რომლებიც შენი არ არის. ანგელოზებს სურთ, რომ ახლა ხმამაღლა განაცხადო. მე ღმერთს გადავცემ ყველა იმ ტვირთს, რომელიც ჩემი სატარებელი არ არის. მე ვენდობი, რომ ის ყველა მდგომარეობას ისე მოულის, როგორც მე ვერასდროს შევძლებდი. უთხარი? იგრძენი ის სიმსუბუქე, რომელიც შენს სულში შემოდის. ეს არის ღვთის ყოფნა, რომელიც გათავისუფლებს იმ სიმძიმეებისგან, რომლებიც არასოდეს უნდა გეტარებინა. ანგელოზებმა ასევე მაჩვინეს, რომ შენ გეშინია ადამიანების იმედგაცრუების თუ მათ პრობლემებს ვერ გადაჭრი. მაგრამ იცოდე, როცა ცდილობას წყვეტ, ღმერთი იყოს ხსვის ცხოვრებაში სინამდვილეში სივრცეს აძლევ ნამდვილ ღმერთს, რომ იყოს იქ. შენ აძლევ ადამიანებს საშუალებას გაიზარდონ, ისწავლონ თვითონ ღმერთის ძიება. მთავარანგელოზი გაბრიელი ახლა ჩუმად გჩურცულებს ხურში. ნუ შეგეშინდება თქმის არა. ნუ შეგეშინდება მკაფიო საზღვრების დადგენის. ნუ შეგეშინდება საკუთარი თავის მოვლის. ეს ეგოიზმი არ არის. ეს ღვთიური სიბრძნეა. იცი რა არის უდიდესი სასწაული, რომელიც მოხდება მაშინ, როცა სამყაროს მარტო ზიდვას შეწყვეტ? შენ აღმოაჩენ, ვინ ხარ სინამდვილეში მაშინ, როცა აღარ ხარ გადატვირთული. შენ თავიდან აღმოაჩენ შენს ოცნებებს, ვნებებსა და უნიკალურ ნიჭებს, რომლებიც იმდენი სიმძიმის ქვეშ ჩამქრალიყო. ანგელოზები ამზადებენ ახალ რიტმს შენს ცხოვრებაში. დროს, როცა ისწავლი განსხვავებას თანაგრძნობასა და კოდეპენდენციას შორის, დახმარებასა და უსარგებლო თვითშეწირვას შორის, სასარგებლო ყოფნასა და გამოყენებას შორის. მათ სურთ, რომ იწოდე, ღმერთს აქვს განსაკუთრებული საქმე შენთვის მომზადებული, მაგრამ შენ მხოლოდ მაშინ შეძლებ მისი შესრულებას, როცა შეწყვეტ იმ საქმის კეთებას, რომელიც სხვებისთვისაა განკუთვნილი. თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი გზა ღმერთთან, საკუთარი გაკვეთილები, საკუთარი სასწაულები. შესუნთქე ღრმად და იგრძენი. ამ წუთას შენ თავისუფლდები. უხილავი ჯაჯვები, რომლებიც გაკრავდა იმ პასუხისმგებლობებთან, რომლებიც შენი არ იყო, ახლა ირღვევა წმინდა სულის ძალით. ანგელოზებმა კიდე უფრო ღრმა გამოცხადება მომიტანეს შენზე, ძვირფასო სული. მათ თქვეს: ამ ძვირფასმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ ნამდვილი მოსვენება მხოლოდ საქმეების შეწყვეტა არ არის. ეს არის სრული ნდობის სწავლა ღმერთში, მაშინაც კი როცა სიტუაციები კონტროლიდან გვეცლება. იცი რა არის განსხვავება იმ მოსვენებას შორის, რომელსაც მსოფლიო გთავაზობს და იმ მოსვენებას შორის, რომელსაც ღმერთი გთავაზობს. სამყაროს მოსვენება დროებითია, ეს უბრალოდ შეჩერება ერთი შფოთვისა და მეორეს შორის. მაგრამ ღვთის მოსვენება მუდმივია, ეს არის მშვიდობა, რომელიც რჩება ქარიშხლის შუაგულშიც კი. მთავარანგელოზი ურიელი ღვთიური სიბრძნის ანგელოზი ახლა შენს გონებას ანათებს, რათა ამ ჭეშმარიტებას ჩასწვდე. იესომ თქვა: მომედიეთ ჩემთან ყველა დაღლილო და დატვირთულო და მე მოგანიჭებთ მოსვენებას. მან არ თქვა, მოდით მაშინ, როცა ყველაფერს მოაგვარებთ. მან თქვა: მოდით დაღლილნი, მოდით დატვირთულნი, მოდით ისეთები, როგორებიც ხართ. ანგელოზებმა მაჩვენეს, რომ შენ მიდრეკილი ხარ იფიქრო, მოსვენება უნდა დაიმსახურო. ჯერ უნდა დაასრულო ყველა საქმე, მოაგვარო ყველა პრობლემა, იზრუნო ყველა ადამიანზე და მხოლოდ მერე გექნება უფლება დაისვენო. მაგრამ ეს არის სიცრუე შენი სულის მტრისგან. ღმერთს უნდა რომ დაისვენო, არა იმიტომ რომ დაიმსახურე, არამედ იმიტომ რომ გიყვარს.
არა იმიტომ რომ ყველაფერი სწორად გააკეთე, არამედ იმიტომ რომ ის კეთილია. არა იმიტომ რომ ძლიერი ხარ, არამედ სწორედ იმიტომ რომ ადამიანი ხარ და ზრუნვა გჭირდება. ამ წუთას წმინდა სული ჩუმა ჩაღისუსტებს გულში. ჩემო შვილო, შეგიძლია შეწყვიტო მცდელობა ღმერთის შთაბეჭდილების მოხდენისა. შეგიძლია შეწყვიტო მცდელობა ჩემი სიყვარულის დამსახურებისა. შენ უკვე გაქვს იგი სრულად, უპირობოდ და მარადიულად. ანგელოზებს სურთ რომ რაღაც რევოლუციური გაიგო, როცა ღმერთში ისვენებ, ზარმაცი არ ხარ, მორჩილი ხარ. როცა ემდობი და აღარ აკონტროლებ, უპასუხისმგებლო არ ხარ, ბრძენი ხარ. როცა ღმერთს გადასცემ შენს ტვირთებს, არ ნებდები, არამედ იმარჯვებ. მათ გამიმხილეს რომ არსებობს საიდუმლო ადგილი, რომელიც შენთვის არის მომზადებული ღვთის გულში. ადგილი, სადაც არ გჭირდება შენი შეცდომების ახსნა, არც შენი შეზღუდვების მითითება, არც შენი ღირსების დამტკიცება. ამ ადგილას შენ უბრალოდ ხარ და ეს საკმარისია. განაცხადე ახლა შენი მთელი გულით. მე ვიღებ იესოს მოწვევას და ვისვენო მასში. მე გადავცემ ჩემს ტვირთებს და ვიღებ მის მშვიდობას, რომელიც ყველა გონებას აღემატება. გრძნობ ამ მშვიდობას, რომელიც შენზე ჩამოდის. ეს არის ღვთიური შესაგრძნობი ყოფნა, რომელიც შენი დაღლილი სული უპირობო სიყვარულში ხვევს. ო მთავარ ანგელოზო ქამუელო, ღვთიური სიყვარულის ანგელოზო, უნდა რომ იცოდე, ღმერთი არ არის იმედგაცრუებული იმით, რომ დაღლილი ხარ. ის არ არის განრისხებული, იმიტომ რომ შენი საზღვრამდე მოხვედი. სინამდვილეში ის ელოდა სწორედ ამ მომენტს, რადგან როცა შენ საკუთარ თავში ბოლომდე მიდიხარ, მაშინ იწყებ მასში ცხოვრების აღმოჩენას. ანგელოზებმა ულამაზესი სურათი მაჩვენეს. ისინი გხედავენ როგორც ბავშვს, რომელმაც ბოლოს შეწყვიტა მცდელობა ზედმეტად მძიმე ჩემოდგნის ტარებისა და მისცა უფლება მამას, რომ თვითონ ეზიდა. ის ამოსუნთქვა, რომელიც ბავშვის სახეზე აისახება, იგივე ამოსუნთქვა, რომელიც ღმერთს სურს დღეს შენ სახეზე იხილოს. იცი რა გამიმხილეს კიდევ? რომ როცა ნამდვილად ისვენებ ღმერთში, უფრო ეფექტიანი ხდები და არა ნაკრებად. როცა შეწყვეტ ყველაფრის კეთება საკუთარი ძალით, აღმოაჩენ ზებუნებრივ ძალას, რომელიც მოდის მაშინ, როცა საქმეებს მისი ძალით აკეთებ. არსებობს განსხვავება დაკავებულობასა და ნაყოფიერებას შორის. შეგიძლია 1000 საქმე აკეთო და მაინც ვერ აკეთო ის ერთადერთი, რასაც ღმერთი ნამდვილად გთხოვს, მაგრამ როცა მასში ისვენებ, ის გიჩვენებს რა არის ეს ერთადერთი საქმე და გაძლევს ზებუნებრივ მადლს მის შესასრულებლად. ანგელოზები ამ წამს აცხადებენ შენს ცხოვრებას. საქმეები, რომლებიც ღმერთმა ამ ადამიანს მოუმზადა, არ ამოწურავს მას. ისინი ბუნებრივად მიედინებიან, როცა ის დაკავშირებულია სიცოცხლის წყაროსთან, იესო ქრისტესთან. მათ სურთ, რომ შეწყვიტო სირცხვილი იმის გამო, რომ მოსვენება გჭირდება. შეწყვიტო სირცხვილი იმის გამო, რომ საზღვრები გაქვს. შეწყვიტო სირცხვილი იმის გამო, რომ ადამიანი ხარ. ღმერთმა შექმნა მოსვენების საჭიროებით, იმიტომ რომ მას სურდა შენთან ინტიმური მომენტები. მომენტები, როცა ყველაფერს წვეთ და უბრალოდ მასთან ხარ. ნამდვილი მოსვენება არ არის საქმიანობის არარსებობა. ეს არის ღვთის ყოფნა. შეგიძლია რთული სიტუაციის შუაგულშიც იყო და მაინც მშვიდობა გქონდეს. შეგიძლია გამოწვევებს უპირისპირდებოდე და მაინც გქონდეს მოსვენება სულში, რადგან იცი რომ მარტო არ ხარ, იცი რომ ღმერთი აკონტროლებს ყველაფერს. შესუნთქე ღმართ და მიიღე. ამ წუთას ღმერთი აღადგენს შენს ძალებს, ის განაახლებს შენს გონებას, ის კურნავს შენს დაღლილ გულს. აღარასოდეს მოგიწევს სამყაროს მარტო ზიდვა. ანგელოზებმა მომიტანეს ამ გზავნილის ყველაზე გარდამქმნელი ნაწილი, ძვირფასო სული. მათ თქვეს, ახლა როცა ამ ადამიანმა გაიგო, რომ აღარ ჭირდება სამყაროს მარტო ზიდვა, დადგა დრო, ასწავლო როგორ იცხოვროს ამ ახალ თავისუფლებაში, როგორ იაროს ამ ახალ იდენტობაში, როგორც საყვარელმა შვილმა და არა როგორც გადატვირთულმა მონამ. თავარანგელოზი იოფიელი, ღვთიური სიბრძნისა და სილამაზის ანგელოზი, ახლა ანათებს შენს გონებას, რათა გაიგო, არსებობს განსხვავება ღმერთში მოსვენებასა და ღმერთისგან მოსვენებას შორის. ღმერთისგან მოსვენება არის პასუხისმგებლობებიდან გაქცევა, მაგრამ ღმერთში მოსვენება არის ყველაფრის კეთება მშვიდობის, ნდობისა და მისი დახმარებაზე დამოკიდებულების ადგილიდან.
ანგელოზებს სურთ, რომ ისწავლო ცხოვრება მოსვენებიდან და არა მოსვენებისთვის. ეს ნიშნავს, რომ არ მუშაობ იმისთვის, რომ ოდესმე დაისვენო. ჯერ ისვენებ ღმერთში და ამ მოსვენების ადგილიდან ზრდასრულობ სიბრძნით, მიზნებითა და ზებუნებრივი ძალით. მათ ულამაზესი რამ მაჩვენეს შენს მომავალზე. შენ ისწავლი არასთქმას უმცირესი დანაშაულის გრძნობების გარეშე, რადგან გაიგებ, ყოველი არა იმას, რაც ღმერთისგან არ არის. სინამდვილეში კის ნიშნავს იმაზე, რაც მას ნამდვილად აქვს შენთვის. შენ აღმოაჩენ, რომ ჯანსაღი საზღვრების დადგენა, სიყვარულის ნაკლებობა კი არა, ღვთიური სიბრძნეა. ამ წამს გამოაცხადე ჩემთან ერთად. მე ვირჩევ ღმერთის მოსვენებიდან ცხოვრებას. მე ვირჩევ მხოლოდ იმას ვაკეთო, რასაც ის მეძახის, ისე როგორც ის მეძახის. თავარანგელოზი რაგუელი, ღვთიური სამართლიანობის ანგელოზი, უნდა რომ იცოდე. უსამართლო არ არის, როცა საკუთარ თავზე ზრუნავ. ეგოიზმი არ არის, როცა გაქვს პაუზის მომენტები. თანაგრძნობის ნაკლებობა არ არის, როცა ყველას პრობლემას არ წყვეთ. სინამდვილეში, როცა საკუთარ თავზე კარგად ზრუნავ, გაცილებით მეტი გაქვს სხვებისთვის შესათავაზებელი. შესუნთქე ღმად და მიიღო. ამ წუთა შენ აღჭურვილი ხარ იმისთვის, რომ იცხოვრო ამ ახალ განზომილებაში. ანგელოზები გაძლიერებენ, რომ იყო კეთილი საკუთარ თავთან, ენდო ღმერთის დროს და დაისვენო მის სუვერენობაში. ძვირფასო სული მივაღწიეთ ამ ანგელოზური გზავნილის ბოლოს, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ ახალი ცხოვრების დასაწყისია შენთვის. ცხოვრება, სადაც აღარ გჭირდება სამყაროს მარტო ზიდვა, სადაც საბოლოოდ შეგიძლია დაისვენო ღვთის უპირობო სიყვარულში. ანგელოზებს სურთ, რომ ეს ჭეშმარიტება შენს გულში დარჩეს. შენ ღრმად გიყვარს, არა იმისთვის, რასაც აკეთებ, არამედ იმისთვის, ვინ ხარ. შენ უზენაესის შვილი ხარ და ეს საკმარისია. არ გჭირდება არავის წინაშე არაფერი დაამტკიცო, არც ღმერთის წინაშე. ამ წუთას, როცა შენ მისმენ, წმინდა სული ამ სიტყვას სამუდამოდ აბეჭდავს შენ სულში. შენ არასოდეს იქნები იგივე ადამიანი. დღეს შენ ისწავლე, რომ არსებობს მოსვენების ადგილი, განსაკუთრებულად შენთვის მომზადებული ღვთის გულში და ეს ადგილი ყოველთვის ხელმისაწვდომია. მე მინდა, რომ ახლა გააკეთო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. კომენტარებში დაწერე ეს ძლიერი სიტყვები. მე ჩემს ტვირთებს გადავცემ ღმერთს და ვიღებ მის მოსვენებას ჩემს ცხოვრებაში. როცა ამას წერ, შენ აკეთებ წინასწარმეტყველურ განცხადებას შენს მომავალზე. შენ აცხადებ, რომ არჩეული გაქვს ახალი ცხოვრების ცხოვრება. და თუ ეს გზავნილი შეეხო შენს გულს, თუ იგძენი ანგელოზების ყოფნა, რომლებიც პირდაპირ შენ სულს ესაუბრებოდნენ, გთხოვ გააზიარე ეს ვიდეო ვინმესთან, ვისაც უყვარ ხარ. ეს შეიძლება იყოს სწორედ ის სიტყვა, რაც დღეს ეს ადამიანი უნდა მოისმინოს. შესაძლოა ისაც ატარებს ტვირთებს, რომლებიც მას არ ეკუთვნის. არ დაივიწყო დააჭირო მომწონს ამ ვიდეოზე. ეს ეხმარება ალგორითმს გააცნოს ეს იმედის გზავნილი უფრო მეტ ადამიანს, ვინც ამას უნდა მოისმინოს. გამოიწერე არხი, რადგან ანგელოზებს აქვთ კიდევ მრავალი გამოცხადება შენთვის მომავალი დღეების განმავლობაში. ჩართეზარი, რადგან ყოველი გზავნილი, რომელიც შენამდე მიდის, შემთხვევითობა არ არის. ეს ღვთიური გამონაკლისებია. ღმერთი იყენებს ამ არხს, რომ პირდაპირ შენს გულთან ისაუბროს და ვერ დაკარგავ არც ერთ სიტყვას, რომელიც მას შენთვის აქვს. დაიმახსოვრე, შენ არ ხარ მარტო ამ გზაზე, ანგელოზები შენთან არიან. ღმერთი ზრუნავს შენი ცხოვრების თითეულ დეტალზე და წმინდა სული გიყვანს მშვიდობის ადგილამდე, რომელსაც არასოდეს გრძნობ. დღესიდან როცა იგრძნობ სამყაროს სიმძიმეს შენს მხრებზე დაბრუნებას, იხსენე ეს გზავნილი. დაიმახსოვრე, რომ შეგიძლია ყველაფერი ღმერთს გადასცე და დარწმუნებული იყო, რომ ის ზრუნავს ყველაფერზე უკეთ, ვიდრე შენ ოდესმე შეძლებდი. ღმერთის მშვიდობა, რომელიც აღემატება ყველა გაგებას, დაიცვა შენი გული და გონება იესო ქრისტეში. დაიძინე მშვიდად, გეცოდინება, რომ ღმერთი არც ძილობს, არც ხვდება და ის ზრუნავს ყველაფერზე, სანამ შენ ისვენებ. მომდევნო ანგელოზურ გზავნილამდე ნურთს ერთი წამით დაივიწყებ. ანგელოზები განაგრძობენ შენზე კურთხევას ჭეშმარიტი მშვიდობით, ნამდვილი მოსვენებით და მამობრივი უპირობო სიყვარულით. ღმერთმა მოგცეს სიუხვე კურთხევა.